ათასობით წლის განმავლობაში ადამიანების უმეტესობის მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდათ. ეცხოვრათ უფრო დიდხანს და თუ შესაძლებელი იქნებოდა, სამუდამოდ ეცხოვრათ. ბევრმა მეფემ, იმპერატორმა და მდიდარმა ადამიანმა დახარჯა უზარმაზარი თანხა იმის გასარკვევად, თუ რა არის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოება. ამიტომაც დღემდე მეცნიერები იკვლევენ, თუ როგორ შეიძლება ადამიანის დაბერების პროცესის შენელება. სინამდვილეში იმდენად არიან ადამიანები უკვდავებით გატაცებულნი, რომ ზოგი უკვე იმედს ამყარებს კრიონიკაზე. ეს არის პროცესი, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის სხეული იყინება იმ იმედით, რომ ერთ დღეს, როდესაც უფრო განვითარებული ტექნოლოგია იქნება, ისინი კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდებიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, რა მოხდება თუ უკვდავების საიდუმლო ცხოველებსა და ბუნებაშია? სინამდვილეში ეს მართალია, რადგან არსებობენ ცხოველები, რომლებიც უკვე დიდი ხანია აკეთებენ იმას, რაც ადამიანს ჯერ კიდევ არ შეუძლია. სინამდვილეში ასეთი არსებები ჩვენ სამყაროში არსებობენ, რომლებიც 100 წელზე მეტხანს ცოცხლობენ. ზოგიერთი კი თითქმის არ ბერდება. მაგრამ რომელი ცხოველები არიან ისინი? შეიძლება თუ არა მათი ეს უნარი ადამიანს გადაეცეს. სწორედ ამას გავიგებთ ახლა. მაგრამ სანამ გაახილვას დავიწყებ, თხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარება, ასე რომ დავიწყოთ. პირველია ჩვენ სიაში ცხოველი, რომელიც გალაპაგოსის კუნძულებზე გვხვდება. ეს არის გალაპაგოსის გიგანტური კუ. გალაპაგოსის კუნძულები მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ეკვადორის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკაში. 400 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგზაურებმა პირველად დაწერეს ამ კუნძულზე. და ერთ-ერთი ცხოველი, რომელიც მათ კუნძულზე მაშინ შეამჩნიეს, იყო უზარმაზარი კუ, რომელიც იქ დადიოდა. ეს ჩვეულებრივი კუ არ არის. ზოგიერთი მათგანი 100 წელზე მეტხანს ცოცხლობს. არიან ისეთებიც, რომლებიც 150 წელზე მეტს აღწევენ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, არსებობენ კუები, რომლებიც ადამიანთა 3 ან 4 თაობაზე მეტხანს ცოცხლობენ. ამიტომ მეცნიერები დიდი ხანია ფიქრობენ ერთ კითხვაზე. რატომ ცოცხლობენ ისინი ასე დიდხანს? 2022 წელს მკვლევრებმა ცხოველთა ცხადაბერების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. მათ გამოიკვლეს მრავალი სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან და ერთი რამ დააფიქსირეს. კუები მიეკუთვნებიან იმ ცხოველებს, რომლებიც ყველაზე ნელა ბერდებიან. ეს არ ნიშნავს, რომ მათი დაბერება ჩერდება. ისინი მაინც ბერდებიან წლების განმავლობაში, მაგრამ მათი სხეული უფრო ნელა სუსტდება, მათი უჯრედებიც უფრო ნელა ზიანდება, მათ უფრო ნელა უჩნდებათ პრობლემები, რომლებიც ჩვეულებრივ ხანდაზმულ ცხოველებს აქვთ. მაგრამ რატო ხდება ასე? ერთ-ერთი მიზეზი მათი ნელი მეტაბოლიზმია. უბრალოდ სიტყვებით რო ვთქვათ, მათი სხეულის მუშაობა უფრო ნელია ვიდრე ადამიანის. დანოიდინე ორი ნატურა. ერთი ნატურა მთელი დღე და ღამე ანთებულია. მეორე კი მხოლოდ ზოგჯერ გამოიყენება, რომელი გაფუჭდება უფრო გვიან. რა თქმა უნდა, ის რომელსაც ნაკლებად იყენებენ. ასევეა კუს სხეულშიც. რადგან მათი სხეულის მუშაობა ნელია, მისი ცვეთა და დაზიანებაც უფრო ნელა ხდება. მეცნიერებმა კიდევ ერთი რამ შენიშნეს. მათი სქელი და ძლიერი ბაკანი მხოლოდ მტრებისგან დასაცავად არ არის. ასევე შესაძლებელია, რომ ეს მათ სიცოცხლისთვის ნაკლებ საფრთხეს უქმნის. რადგან უბედური შემთხვევების ან სხვა ცხოველების თავდასხმის დროს დაცულები არიან. როდესაც ცხოველი ბუნებაში უფრო დაცულია, მით უფრო დიდია შანსი, რომ დიდხანს იცოცხლოს. დავამატებ იმასაც, რომ ეს ისტორია კიდევ უფრო საინტერესო გახდა ერთი ცნობილი კუის გამო, რომელსაც ლონსომ ჯორჯი ეძახდნენ. ჯორჯი გალაპაგოსის გიგანტური კუების ერთ-ერთი სახეობის უკანასკნელი ცნობილი წარმომადგენელი იყო. როდესაც ის 2012 წელს გარდაიცვალა, ეს ამბავი მთელ მსოფლიოში დიდი სიახლე გახდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი გარდაიცვალა, მან მაინც შეუწყო ხელი მეცნიერებას. მკვლევრებმა მისი დნმ ნიმუშები აიღეს და დაიწყეს მათი შესწავლა. რის შედეგადაც მათ აღმოაჩინეს რამდენიმე უჩვეულო თვისება. აღმოაჩინეს, რომ გიგანტურ კუებს აქვთ გენები, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება დაზიანებული ნაწილების უკეთ აღდგენაში. მათ ასევე აქვს თვისებები, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს გარკვეულ დაავადებებთან ბრძოლაში. აქ შედის ის დაავადებებიც, რომლებიც ხშირად ჩნდება მაშინ, როცა ცხოველი ბერდება. აღმოჩენები ამით არ მთავრდება. კიდევ ერთ კვლევაში მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ როდესაც კუს სხეულში უჯრედები ზიანდება ან პრობლემა უჩნდებათ, მათი სხეული უფრო სწრაფად აშორებს ამ უჯრედებს. თითქოს ეს ხილი იყოს, რომელიც ელფობას იწყებს. თუ ამ ხილს კალათიდან მაშინვე ამოიღებ, ის სხვა ხილს არ დააზიანებს. სწორედ ასე იქცევა გიგანტური კუს სხეულიც. უჯრედებს, რომლებიც პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, ისინი უფრო სწრაფად აშორებენ. ამის გამო მათ ორგანიზმში დაავადების გავრცელების შესაძლებლობა მცირდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მეცნიერები დღემდე სწავლობენ გიგანტურ კუსს.
რადგან შეიძლება მათ სხეულში იყოს საიდუმლოებები, რომლებიც დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, რატომ ბერდებიან ცხოველები და როგორ შეიძლება სხეულის ჯანმრთელობის შენარჩუნება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად გასაოცარია გალაპაგოსის გიგანტური კუ, ის მაინც არ არის ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები ჩვენ სიაში. გადავიდეთ შემდეგზე. ცივი და ბნელი არქტიკის ზღვის ქვეშ არის ერთი ცხოველი, რომელიც თითქოს სხვა ეპოქიდანაა მოსული. ის ნელა მოძრაობს, მშვიდია, დიდია და შესაძლოა უფრო ძველიც კი იყოს ვიდრე ბევრი ქვეყანა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ეს არის გრინლანდიის ზვიგენი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ზვიგენია. ის ისეთი სწრაფი არ არის, როგორც Great White ზვიგენი. ის ადამიანებსაც იშვიათად ხვდებათ, რადგან უმეტესად ზღვის ღრმა და ძალიან ცივ ნაწილებში ბინადრობს. მაგრამ მიზეზი, რის გამოც ის ცნობილია და მეცნიერებისთვის საინტერესოა, არა მისი სისწრაფეა, არამედ მისი ასაკი. 2016 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გრენლანდიის ზვიგენი ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები ხერხემლიანი ცხოველია, რომელიც მეცნიერებისთვის ცნობილია. ხერხემლიანები ნიშნავს ცხოველებს, რომლებსაც აქვთ ხერხემალი. აქ შედის ადამიანი, ფრინველი, თევზი, ქვეწარმავალი და ძუძუმწოვარი. და ყველა ხერხემლიან ცხოველს შორის გრენლანდიის ზვიგენს სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეკორდი აქვს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევართა კვლევის მიხედვით, ზოგი გრენლანდიის ზვიგენი შეიძლება იცოცხლოს არანაკლებ 267 წელი. არსებობს ზოგიერთი შეფასება, რომ ისინი თითქმის 400 წლამდე ცოცხლობენ. და კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი მათგანი კიდევ უფრო ძველი იყოს. წარმოიდგინე ეს. თუ არსებობს გრენლანდიის ზვიგენი, რომელიც 200 წელზე მეტხანს იცოცხლა, შეიძლება ის ზღვაში ცურავდა მანამდე, სანამ ჩვენი ბაბუის ბაბუა დაიბადებოდა. ასე რომ, სანამ დედამიწის ზედაპირზე მსოფლიო იცვლებოდა, ის ჩუმად მოძრაობდა ყინულის ქვეშ. მაგრამ როგორ გაიგეს მეცნიერებმა ზვიგენის ასაკი? ზოგჯერ შეიძლება დაათვალო რგოლები მის მაგარ ნაწილებზე, როგორც ხეზე, როცა ხეს ჭრიან, ჩანს ხაზები, რომლებიც გვეუბნება რამდენი წლისაა ის. მაგრამ გრენლანდიის ზვიგენთან ასე მარტივი არ არის. მისი სხეულის ზოგი ნაწილი რბილია. მას არც საკმარისი მაგარი ნაწილი აქვს, რომ გამოიყენო ასაკის მარტივად დასათვლელად. ამიტომ მეცნიერებმა სხვა მეთოდი გამოიყენეს. მეცნიერებმა ზვიგენის თვალს შეხედეს. მის თვალში არის ნაწილი, რომელიც ყალიბდება მაშინ, როცა ზვიგენი ჯერ კიდევ ბაჭია, დაბადებამდე. და ეს ნაწილი თითქმის აღარ იცვლება, როცა ცხოველი იზრდება. თითქოს პატარა ჩანაწერია სხეულის შიგნით. სწორედ აქ გამოიყენეს მეცნიერებმა ნახშირბადის დათარირება. მარტივი ახსნით, ნახშირბადის დათარირება არის მეთოდი, რომლითაც შეიძლება შევაფასოთ, რამდენი ხანი არსებობს რაიმე ნივთი მასში დარჩენილი ქიმიური ელემენტების მიხედვით. ეს სრულყოფილი არ არის, მაგრამ ეს ძალიან ეხმარება იმის გარკვევაში, რამდენი წლისაა რომელიმე არსება. იმ კვლევაში მათ გამოიკვლიეს 28 მდედრი გრენლანდიის ზვიგენის თვალი. და იქ გამოვლინდა გასაოცარი შედეგი. ნიმუშში ყველაზე დიდი ზვიგენები სავარაუდოდ 300 წელზე მეტის იყვნენ. და ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა 272-დან 512 წლამდე ასაკის იყოს. ამიტომ საკმარისი მტკიცებულებაა, რომ გრენლანდიის ზვიგენი ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრებ ხერხემლიან ცხოველად ჩაითვალოს. ახლა მთავარი კითხვა ასეთია: რატომ ცოცხლობენ ისინი ასე დიდხანს? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მათი საცხოვრებელი ადგილის სიცივეა. გრენლანდიის ზვიგენი არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის ცივ წყლებში ცხოვრობს. ესეთ ადგილებში ბევრი რამ ძალიან ნელა მიმდინარეობს. ნელია მოძრაობა, ნელია ზრდა, ნელია ენერგიის გამოყენება და როცა სხეულის მუშაობა ნელია, ისიც ნელა ზიანდება. ეს გავს მობილურ ტელეფონს. თუ მთელი დღე თამაშობ, სწრაფად ეწურება ბატარეა და სწრაფად ცხელდებ, მაგრამ თუ ცოტა იყენებ, უფრო დიდხანს გაძლებს. იგივე იდეაა გრენლანდიის ზვიგენის სხეულშიც. მისი მეტაბოლიზმი ძალიან ნელია. მეტაბოლიზმი ეწოდება იმ პროცესს, როცა სხეული ენერგიას იყენებს. თუ მეტაბოლიზმი სწრაფია, სხეული სწრაფად იყენებს ენერგიას. თუ მეტაბოლიზმი ნელია, ენერგიის გამოყენება უფრო ნელა ხდება. გრენლანდიის ზვიგენის შემთხვევაში სხეულის მუშაობა ძალიან ნელია, ამიტომაც ის ნელა იზრდება. მიუხედავად ამისა, ზოგი გრენლანდიის ზვიგენი 5 მეტრზე მეტს აღწევს ზომაში. ზოგიერთი მათგანი შეიძლება 7 მეტრამდე გაიზარდოს. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ზვიგენი ნახოთ, რომელიც პატარა ნავის სიგრძისაა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის დიდია, სწრაფი არ არის. სინამდვილეში გრენლანდიის ზვიგენი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნელი მოძრავი ზვიგენი. კვლევების მიხედვით, მისი სიჩქარე 3 კილომეტრზე ნაკლებია საათში. ის უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე ადამიანის ჩვეულებრივი სვლა. მაგრამ მათ სამყაროში ყოველთვის სწრაფად ყოფნა აუცილებელი არ არის. ბნელ და ცივ ზღვაში მთავარი ენერგიის დაზოგვაა და ეს ერთ-ერთი შესაძლო საიდუმლოა მათთვის. ცხოვრება ნელია, ზრდა ნელია, დაბერებაც ნელია,
2024 წელს ახალი კვლევა წარადგინეს ექსპერიმენტული ბიოლოგიის საზოგადოებაში გრენლანდიის ზვიგენის მეტაბოლიზმზე. მკვლევართა თქმით, მათ რამდენიმე გრენლანდიის ზვიგენიდან აღებული კუნთის ნიმუშები გამოიკვლიეს. მათ დააკვირდნენ, იცვლებოდა თუ არა ზოგიერთი ფერმენტის აქტივობა ზვიგენის დაბერებისას. ფერმენტები სხეულში პატარა დამხმარეებივით არიან. ისინი ეხმარებიან სხეულის პროცესებს, მაგალითად, ენერგიის გამოყენებას. ბევრ ცხოველში ასაკის მატებასთან ერთად ესეთი პროცესები იცვლება. მაგრამ გრენლანდიის ზვიგენში მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ცვლილება თითქოს დიდად არ ხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენი ბერდება, მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი სტაბილურად რჩება. ეს არის მიზეზი, რატომაც ისინი უფრო მეტად ინტერესდებიან ამ ცხოველით. რადგან უმეტეს ცხოველში ასაკის მატებასთან ერთად სხეული შესამჩნევად სუსტდება. მაგრამ გრენლანდიის ზვიგენში, როგორც ჩანს, მისი სისტემის დაქვეითება უფრო ნელა მიმდინარეობს. ეს ამნიშნავს, რომ გრენლანდიის ზვიგენი უკვდავია. ის მაინც კვდება. ის შეიძლება მოკვდეს დაავადების, ავარიის, შიმშილის, გარემოს ცვლილების ან ადამიანის მიერ დაჭერის გამო. მაგრამ სიბერესთან ბრძოლაში მას განსხვავებული შესაძლებლობა აქვს. მისი სხეული თითქოს დაყენებულია ძალიან მეელ რეჟიმზე. სხვა ცხოველები სწრაფად იზრდებიან და სწრაფად ბერდებიან, აფად ბერდებიან. ხოლო გრენლანდიის ზვიგენი თითქოს ნელა გადის დროის განმავლობაში. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მისი შესწავლა რთულია, არის ის ადგილი, სადაც ის ცხოვრობს. ღრმა და გაყინულ ზღვაში მისვლა ადვილი არ არის. გრენლანდიის ზვიგენი იშვიათად ჩანს მის ბუნებრივ გარემოში. ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებს მაინც შეზღუდული ცოდნა აქვთ მის შესახებ. მათი შესახებ არსებული ბევრი ინფორმაცია მიღებულია დაჭერილი ზვიგენებისგან. ადრე გრენლანდიის ზვიგენს იჭერდნენ იმის გამო, რომ მის ღვიძლში ზეთი იყო. მაშინ უფრო მასშტაბურად იჭერდნენ, განსაკუთრებით 1960-მდე წელი. დღეს ასეთი მოპოვება უფრო შეზღუდულია ზოგიერთ ადგილას, თუმცა ადამიანების გავლენა მათ პოპულაციაზე მაინც არსებობს და აქ საუბარი სერიოზული ხდება. თუ ცხოველს 100 წელზე მეტი ჭირდება გამრავლებისთვის, მათი რაოდენობის შემცირების შემდეგ აღდგენა ძალიან ნელა ხდება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით გრენლანდიის ზვიგენი სქესობრივ სინციფეს ძალიან გვიან აღწევს. არსებობს შეფასება, რომ ეს შეიძლება 100 წელზე მეც გაგრძელდეს. როდესაც ცხოველი ნელა იზრდება, ხშირად მათი პოპულაციაც ნელა მრავლდება. ეს ნიშნავს, რომ თუ ბევრს დაიჭერენ, დაკარგული რაოდენობა სწრაფად ვერ აღდგება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მათი შესწავლა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა გავიგოთ, რატომ ცოცხლობენ ისინი დიდხანს, არამედ იმიტომაც, რომ უნდა გავიგოთ, როგორ დავიცვათ ისინი. რადგან თუ ეს ცხოველები გაქრებიან, ასევე გაქრება ცოცხალი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ებრძვის ბუნება სიბერეს განსხვავებული გზებით. გრენლანდიის ზვიგენი ზღვის ურჩხული არ არის. ის უბრალოდ ზვიგენიც არ არის. ის შეგვახსენებს, რომ ამ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს საიდუმლოებები, რომლებიც ბოლომდე არ გვესმის. ზღვის ზედაპირზე სამყარო სწრაფად იცვლება. ქვეყნები იშლება, ომები იწყება და მთავრდება. თაობები იბადებიან და ქრებიან. მაგრამ არქტიკის ცივი წყლის ქვეშ არის ერთი ზვიგენი, რომელიც ნელა ცურავს. მშვიდად, ნელა და თავის სხეულში ატარებს მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვას. რა მოხდება თუ გრძელი სიცოცხლის საიდუმლო სისწრაფეში კი არა, არამედ ნელობაშია? ეხლა კი განვიხილოთ ჩვენი სიის შემდეგი წევრი. მას შავი მარჯანი ეწოდება. როცა სიტყვა მარჯანს ვისმენთ, უმეტესად ფერად მარჯნის რიფებს წარმოვიდგენთ, რომლებიც სუფთა წყლებში გვხვდება. მაგრამ შავი მარჯანი განსხვავებულია. სინამდვილეში გარედან ის შავი არ არის. უმეტესად ყვითელი, ყავისფერი ან ოქროსფერი ყავისფერი აქვს. მაგრამ როცა მის მყარ ჩონჩხს შიგნით დააკვირდებით, იქ დაინახავთ შავ ფერს. ამიტომაც ეწოდება მას შავი მარჯანი. ბევრი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რამდენად ძველია ეს მარჯნები. რადგან ისინი ზღვის ძალიან ღრმა ნაწილში ცხოვრობენ. ისეთი ღრმაა, რომ მზის სხივები თითქმის აღარ აღწევს იქამდე. მათი შესწავლაც რთულია, რადგან მათი საცხოვრებელი ადვილად მისადგომი არ არის. მაგრამ როცა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, მათ საოცარი რამ აღმოაჩინეს. არსებობს ერთი შავი მარჯანი, რომლის ასაკიც დაახლოებით 4265 წელია. ეს ნიშნავს, რომ ის უკვე ცოცხალი იყო, სანამ მსოფლიოს მრავალი უძველესი სამეფო აშენდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ისტორია იცვლებოდა, ის ზღვის ქვეშ განაგრძობდა ზრდას. ბუნებრივია მეცნიერებს გაუჩნდათ კითხვა, როგორ შეძლო მან ასე დიდხანს სიცოცხლე. ერთ-ერთი მიზეზი მისი უკიდურესად ნელი ზრდაა. კვლევების მიხედვით ყოველ წელს მის სხეულს ძალიან მცირე რაოდენობა ემატება. თუ ყოველდღე დააკვირდებთ, სულელდღე დააკვირდებით, ცვლილებას თითქმის ვერ შეამჩნევ. მაგრამ რადგან მისი ზრდა ათასობით წლის განმავლობაში გრძელდება, ნელ-ნელა იზრდება. ეს გავს ყულაბას. თუ ყოველდღე მხოლოდ ერთ პისოს ჩადებ, თითქოს ეს ძალიან ცოტაა.
მაგრამ თუ ამას მრავალი წლის განმავლობაში გააკეთებ, საბოლოოდ დიდ თანხას დააგროვებ. ასევე ხდება შავი მარჯნის შემთხვევაშიც. ყოველ წელს ნელა იზრდება. კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ის ასე დიდხანს ცოცხლობს. ის ზღვის ღრმა ნაწილში ცხოვრობს. იქ გარემოში ცვლილებები ძალიან ცოტაა. მზის ძლიერი სიცხე არ არის, ძლიერი ტალღები არ არის, როგორც ზღვის ზედაპირულ ნაწილში. და ადამიანიც იშვიათად აწუხებს მას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მისი საცხოვრებელი ადგილი უფრო მშვიდი და უსაფრთხოა. მას სიცოცხლისთვის მზის შუქი არ სჭირდება. ამის ნაცვლად ის იღებს პატარა საკვებს, რომელიც წყალში ცურავს, თითქოს უბრალოდ ელოდება, როდის გაივლის საკვები. ამიტომაც შეუძლია მას სიცოცხლე ოკეანის ძალიან ბნელ ნაწილშიც კი. ეს არის მიზეზი, რატომაც შავი მარჯანი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აჩვენებს, რომ მსოფლიოში არსებობენ არსებები, რომლებიც ძალიან დიდხანს ცხოვრობენ ნელი ზრდისა და სტაბილური გარემოს გამო. დღემდე ეს ერთ-ერთი უძველესი ცხოველია, რომელიც მეცნიერებამ აღმოაჩინა. მაგრამ 4000 წელიც კი არ არის ყველაზე გამორჩეული რეკორდი ჩვენ სიაში, რადგან არსებობს კიდევ ერთი ზღვის არსება, რომელიც სავარაუდოდ მასზე კიდევ უფრო ძველია. და რაც გასაოცარია, მას არ აქვს ტვინი, არ აქვს გული, არც თვალები. მაგრამ შეიძლება ეს ერთ-ერთი უძველესი ცოცხალი არსება იყოს მთელ პლანეტაზე. და ეს არის ანტარქტიდის მინის ღრუბელი, რომელსაც ასევე გიგანტურ ვულკანის ღრუბელსაც უწოდებენ. ის ხდება ანტარქტიდის გარშემო ცივ ოკეანეებში. ის შეიძლება გაიზარდოს მეტრზე მეტი სიგანისა და თითქმის 2 მეტრამდე სიმაღლის. მაგრამ ზომა არ არის მიზეზი, რის გამოც ის მეცნიერებში ცნობილი გახდა. უფრო მეტად საუბრობენ მის სიცოცხლის ხანგრძლივობას. მრავალი წლის განმავლობაში მკვლევარები ცდილობდნენ გაეგოთ, რამდენად ძველია ეს ღრუბელები. ეს ადვილი საქმე არ არის. მათ არ აქვთ რგოლები, როგორც ხეებს. ასევე არ აქვთ მკაფიო ნიშნები, რომელთაც შეიძლება წლების დათვლა. ამიტომ მეცნიერებმა სხვადასხვა მოდელი და გამოცვლა გამოიყენეს მათი ასაკის დასადგენად. არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ვარაუდობს, რომ ამ ღრუბელთაგან ზოგი შეიძლება 20000 წელზე მეტის იყოს. კიდევ უფრო მაღალი შეფასებებიც არსებობს. მაგრამ ყველა მეცნიერი არ ეთანხმება ასეთ რიცხვებს. არსებობს სხვა მკვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ნამდვილი ასაკი შეიძლება უფრო ნაკლები იყოს, რადგან წარსულში ზღვის დონე შეიცვალა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დებატები ზუსტ ასაკთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ამ ღრუბლებს ძალიან დიდი ხანი აქვს სიცოცხლე. ამიტომაც ბევრ კვლევაში უფრო ფრთხილი შეფასება დაახლოებით 15000 წელია და ესეც კი ძალიან ძნელად დასაჯერებელია. ეხლა რატო ცოცხლობენ ისინი ასე დიდხანს? ერთ-ერთი მიზეზი არის მათი ცხოვრების უკიდურესად ნელი ტემპი. თუ შევადარებთ უმეტეს ცხოველებს, ღრუბელში თითქმის არაფერი ხდება ერთი დღის განმავლობაში. ის არ დასდევს საკვებს, არც მტერთან უწევს ბრძოლა, ხის განმავლობაში ის უბრალოდ გაჩერებულია ზღვის ფსკერზე, ხოლო წყალი მის სხეულში მიედინება. და როცა წყალი მიედინება, სწორედ ასე იღებს საკვებს, როგორც ბუნებრივი ფილტრი. ის ატარებს წყალს თავის სხეულში. შემდეგ იღებს წყალში შერეულ პატარა საკვებს. მისი სისტემა ძალიან მარტივია. და ალბათ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მისი სიცოცხლე ასე დიდხანს გრძელდება. შუშის ღრუბელს კიდევ ერთი უცნაური თვისებაც აქვს. მის სხეულში არის პატარა ნაწილები, რომლებიც სილიკით არის დაკეთებული. სილიკა ასევე ერთ-ერთი მასალაა, რომელსაც მინის დასამზადებლად იყენებენ. ამიტომ მას შუშის ღრუბელს ეძახიან. თუ ახლოდან დააკვირდებით, თითქოს სხეულის შიგნით პატარა მინის ნაწილები აქვს. ეს ნაწილები ეხმარება მას ძლიერი ჩონჩხის ფორმირებაში. და მაშინაც კი როცა ღრუბელი გვხვდება, მისი ჩონჩხი ხშირად მაინც რჩება ზღვის ფსკერზე. კიდევ ერთი უცნაური თვისება ღრუბლისაა მისი სხეულის სიმარტივე. მას არ აქვს ტვინი, არ აქვს გული, არც თვალები, არც ნამდვილი კუნთები, როგორც უმეტეს ცხოველებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მას შეუძლია ჭამა. ის შეიძლება გაიზარდოს და ძალიან დიდხანს იცოცხლოს. თითქოს ამით არჩვენებს, რომ სიცოცხლისთვის გართულებული სხეული აუცილებელი არ არის. ზოგჯერ რაც უფრო მარტივია სისტემა, მით უფრო დიდხანს ძლებს. კიდევ ერთი სახეობის მინის ღრუბელია, რომელსაც მეცნიერები ხშირად იკვლევენ. მას ვენერას ყვავილის კალათა ჰქვია. ის ცნობილია იმით, რომ მის შიგნით პატარა კრევეტები ცხოვრობენ. როცა კრევეტები ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მათ შეუძლიათ ღრუბელში შესვლა. მაგრამ როცა ისინი იზრდებიან, მათი გამოსვლის შესაძლებლობა მცირდება. ამიტომ უმეტესად ისინი იქვე ცხოვრობენ ღრუბელში მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ის თითქოს მათი სახლი ხდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამის სანაცვლოდ კრევეტები ეხმარებიან ღრუბელს შიგნიდან გაწმენდაში, ასე რომ ორივე არსება სარგებელი აქვს ამ ურთიერთობისგან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს ღრუბლები ოკეანის ფსკერის ნაწილი იყო. როცა ისინი კვდებიან, მათი ჩონჩხი რჩება.
და დროის გასვლასთან ერთად ეს ადგილი ხდება სხვა ღრუბლებისა და პატარა ორგანიზმების საცხოვრებლად შესაფერის. მოკლედ რო თქვათ, სიცოცხლის დასრულების შემდეგაც კი ისინი მაინც ეხმარებიან სხვა არსებებს. დღესდღეობით ანტარქტიდის მინის ღრუბელი ერთ-ერთია ყველაზე ხანძლივად ცხოვრებ ცხოველთაგან, რომელიც მეცნიერებისთვის ცნობილია. მაგრამ თუნდაც 15000 წელი არ არის ყველაზე გამორჩეული ამბავი ჩვენ სიაში. რადგან ჩვენი შემდეგი არსება არამხოლოდ დიდხანს ცოცხობს. მეცნიერების თქმით, მას აქვს უნარი, რომელიც თითქმის შეუძლებელია უმეტეს ცხოველთათვის. და ეს არის საკუთარი დაბერების პროცესის შებრუნება. ეხლა გადავიდეთ იმ ცხოველზე, რომლის გამოც ბევრი ადამიანი იყენებს სიტყვას უკვდავი. ეს არ არის ზვიგენი, ეს არ არის მარჯანი, არც ღრუბელია. ეს უბრალოდ პატარა მედუზაა. ის ძალიან პატარაა. ადამიანის ფრჩხილზე კიდევ უფრო პატარაა. მაგრამ ყველა იმ ცხოველიდან, რომელზეც ვისაუბრეთ, ალბათ მას აქვს ყველაზე უჩვეულო უნარი. მას უკვდავი მედუზა ეწოდება. ეხლა კი ერთი რამ გავარკვიოთ. სიტყვა უკვდავი არ ნიშნავს იმას, რომ ის საერთოდ ვერ მოკვდება. მას მაინც შეუძლია სხვა ცხოველმა შეჭამოს. მას მაინც შეუძლია დაავადებისგან მოკვდეს. მას მაინც შეუძლია მოკვდეს თუ დაშავდება. მაგრამ მას ერთი უნარი აქვს, რაც თითქმის არც ერთ სხვა ცხოველს არ შეუძლია. მას შეუძლია თავის ცხოვრების უფრო ახალგაზრდულ ფორმას დაუბრუნდეს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, როცა ის სერიოზულ პრობლემას აწყდება, თითქოს ფავის სხეულს თავიდან აწყობს. რომ უკეთ გავიგოთ ეს, მოდი ჯერ ნახოთ, როგორ ცხოვრობს უმეტესობა მედუზების. ისინი ჩვეულებრივ იწყებენ როგორც ძალიან პატარა ორგანიზმები. შემდეგ იზრდებიან. ხდებიან ზრდასრული მედუზები. და როცა მათი ცხოვრების დასასრული დგება, ისინი კვდებიან. ეს არის ნორმალური პროცესი. მაგრამ უკვდავი მედუზა განსხვავებულია. როცა ის დაშავდება, შიმშილს იგრძნობს ან ძლიერ სტრესს განიცდის, მისი სიცოცხლე მაშინვე ამთავრდება. ამის ნაცვლად იწყება უცნაური პროცესი. მისი სხეული ნელ-ნელა უბრუნდება ცხოვრების უფრო ადრეულ ეტაპს. თითქოს მოხუცი ადამიანი უცებ ისევ ბავშვი გახდეს. რა თქმა უნდა, ზუსტად ასე არ ხდება ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაზე მარტივი გზაა, რომ პროცესი გავიგოთ. მოკლე დროში მისი უჯრედები ცვლიან თავიანთ ფუნქციას. და იმის ნაცვლად, რომ ზრდასრული მედუზა დარჩეს, ის უბრუნდება ცხოვრების უფრო ახალგაზრდულ ეტაპს. ამის შემდეგ მას შეუძლია ისევ გაიზარდოს და კვლავ გახდეს ზრდასრული მედუზა. და თუ ისევ შეიქმნება შესაბამისი პირობები, მას შეუძლია პროცესი გაიმეოროს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ცხოველი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. თეორიულად თითქოს დაბერების ზვარი არ ქონდეს. მაშინ როცა ცხოველების უმეტესობა ბერდება და კვდება, ეს მედუზა შეუძლია დაბრუნდეს ცხოვრების უფრო ახალგაზრდულ ეტაპზე. მაგრამ გახსოვდეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მას სამუდამოდ სიცოცხლე გარანტირებული აქვს. თუ მას შეჭამს კუ, ფევზი ან სხვა მტაცებელი, მისი სიცოცხლე მაინც დასრულდება. თუ მისი სხეული ძლიერ დაზიანდება, ის მაინც შეიძლება მოკვდეს. ამიტომ უბრალოდ ვთქვათ, რომ ის ადვილად არ კვდება სიბერის გამო. ეს არ ნიშნავს, რომ ის არასდროს მოკვდება. ეს სახეობა აღმოაჩინეს 1893 წელს, მაგრამ მეცნიერებმა მისი უნიკალური უნარი მაშინვე ვერ შენიშნეს. კიდევ მრავალი წელი გავიდა, სანამ მიხვდებოდნენ, რისი გაკეთება შეეძლო მას სინამდვილეში. 1980-იან წლებში მკვლევარებმა შენიშნეს რაღაც ისეთი, რასაც არ ელოდნენ. მათ შენიშნეს, რომ ზოგიერთი ზრდასრული მედუზა აღარ კვდებოდა როგორც მოსალოდნელი იყო. ამის ნაცვლად ისინი უბრუნდებოდნენ ცხოვრების უფრო ახალგაზრდულ ეტაპს. სწორედ მაშინ დაიწყო ამ ცხოველმა მიიღო მეტსახელი უკვდავი მედუზა და დღემდე ის კვლავაც კვლევის საგანია. ბუნებრივია, ბევრ ადამიანს ერთი კითხვა უჩნდება. თუ მედუზას შეუძლია ამის გაკეთება, შეიძლება კი ეს ოდესმე ადამიანსაც დაემართოს? ამ ეტაპზე პასუხი არის ჯერ არა. ადამიანის სხეული ჯერ ძალიან შორსაა ამ შესაძლებლობისგან. ჩვენ არ შეგვიძლია მთელი სხეული უკან ბავშვობის მდგომარეობამდე დავაბრუნოთ. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ყველა უჯრედის განულება, ისე როგორც ამას ეს მედუზა აკეთებს. მაგრამ მეცნიერები მაინც ინტერესდებიან ამით. არა იმიტომ, რომ სურთ ადამიანი უკვდავი გახადონ, არამედ იმიტომ, რომ სურთ გაიგონ, როგორ ახერხებს მედუზა თავისი უჯრედების შეცვლას. თუ ისინი უკეთ გაიგებენ ამ პროცესს, ეს შეიძლება დაეხმაროს დაბერების, დაზიანებული უჯრედების აღდგენისა და ზოგიერთი დაავადების შის შესწავლას. და აქ თავდება ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოგზაურობა ბუნების სამყაროში. გიგანტური კუებიდან, რომლებიც 100 წელზე მეტხანს ცოცხლობენ, გრენლანდიურ ზვიგენამდე, რომელიც შეიძლება ასობით წელი ცხოვრობდა. შავი მარჯნისგან, რომელიც 1000-ობით წელს ძლებს ღრუბლამდე, რომელიც შეიძლება უფრო ძველი იყოს, ვიდრე ადამიანის ისტორიის მრავალი ნაწილი. და ბოლოს პატარა მედუზა მაჩვენა ყველაზე უჩვეულო უნარი მათ შორის. არც ყველაზე დიდი იყო, არც
ყველაზე ძლიერი, არც ყველაზე ჭკვიანი, მაგრამ ალბათ ყველაზე გონიერი, მაგრამ ალბათ ყველაზე გასაოცარი. იმიტომ რომ ყველა ცხოველიდან რომელიც ვნახეთ, ეს ყველაზე ახლოს არის იმასთან, რაზეც ადამიანი დიდი ხანია ოცნებობს. სიბერისგან გაქცევასთან. და ეს გვახსენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით სიცოცხლის შესახებ. რადგან რაც უფრო მეტად სწავლობს მეცნიერება ბუნებას, მით უფრო გვიჩვენებს. Ამდენი საიდუმლო იმალება ჯერ კიდევ ჩვენს პლანეტაზე.